მინდა რომ შევეხო მერაბ შარიქაძის ამბავს. შენგან მგონია რომ ამ თემაზე კომენტარს ბევრი დაელოდება. ხო, პირველ რიგში, კატასტროფა იყო. ჩვენთვის კატასტროფა იყო ბუკასთვის და ის რამდენიმე ბიჭი ვინც ამ საქმეში იყვნენ. ბუკა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი, ვინც სპორტში ყოფილა საქართველოში და მე და ბუკა მუშაობდით ერთად. კაპიტანი იყო საქართველოს ნაკრების და რაღაცა ვეხმარებოდისავით, რომ საჯებთან ურთიერთობა ოპტიმალურად ესწავლა, იმიტომ რომ კაპიტანს აქვს. და მქონდა რაღაცა მომენტები, რომ აი ვეუბნეოდი, რომ ბუკა კარგად აკეთებ, აქ შეგილია მეტად მიაწვე, აქ ეხა ცოტა ზედმეტი მოგდის და ისე სწრაფად და ისე კარგად სწავლობდა და ისე მარტივად აუღო, რომ აი გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, გონებრივად იყო კიდე ძალიან მომართული და ძალიან გამჭრიახი, რაც რაღაცა ძალიან მაგარ მორაგბეს ქმნიდა. ამას დაუმატე ის, რომ როგორც ადამიანი იყო, უკარგესი ადამიანი და საბოლოო ჯამში თავისი სიკარგით მოუვიდა ის, რაც მოუვიდა რა. გარემო მკაცრია ძალიან და უპატიებელი რა. ამიტომ ეგეთ როგორც შენ აღნიშნე, სპორტული ცხოვრება შეიძლება ერთმა დღემ შემოატრიალოს რა. ბუკას მხრივ ეს პერფორმანსი არ იყო. ბუკას მხრივ იყო ეს რაღაცა მოვიდის მიღმა, ბიუროკრატიამ, რამაც გაჭედა. შეიცვალა პროფილი იძულებით, რა თქმა უნდა, და გახდა MMA-ის მებრძოლი და სულით და გულით წარმატებას უსურვებ კარგ ადამიანს და მე კარგ მორაგბეს.